სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღევანდელ კვირას ეწოდება სამოთხიდან ადამის განდევნის დღე. როდესაც ეკლესია მოიხსენიებს ადამის და ევას მიერ ჩადენილ პირველქმნილ ცოდვას, რომლის გამოც შემოვიდა სიკვდილი. სიკვდილი მიწიერი თვალსაზრისით, რომელიც ყოველმა ადამიანმა უნდა განიცადოს. სიკვდილის შესახებ ვენეციელი მღვდელმთავარი ილია მინიატისი. თუკი ზეციური დოგმატების რწმენა იბადება უფრო სმენით, ვიდრე ხედვით, მიწიერ მოვლენათა რწმენა უფრო ხედველობისაგანაა, ვიდრე სმენისაგან. მოვედ და იხილე. საკმარისია მოხვიდე და დაინახო, რომ ირწმუნო. მაგრამ ყველა იმ მოვლენიდან, რომელიც იმდენად გვწამს, რამდენადაც ნათლად ვხედავთ, არის ერთი, რისიც გაჭირვებით ვჯერა. თუმცა კი ხშირად ვხედავთ მას. ჩვენ ამაუების სამყაროში, თითქოს და გლოვის ღელეში ვცხოვრობთ. სიკვდილს ყველგან, ყოველთვის, ყოველ დროს, წელიწადის ყოველ დღეს, ყოველ საათს უყურებთ, ხედავთ. ყველა ასაკში, ღრმობაში, სიბერეში და სიცოცხლის ზღურბლზეც. ყოველ ადგილას, ხმელეთსა და ზღვაზე, ღარიბთა მოგრძალებულ სახლებში, მეფეთა და ძლიერთა ამა ქვეყნისათა დიდებულ სასახლეებში. მცირედ და ცოცხალთა სამყოფელი ეს სამყარო უთვალავ მკვდართა კუბოა. ჩვენ ან კვდებით, ან მკვდრებს ვმარხავთ, ან დაგვტირიან, ან ჩვენ დავტირით სხვებს. არაფერს ისე ხშირად არ ვხედავთ, როგორც სიკვდილს და არაფერში ვრწმუნდებით ისე ძნელად, როგორც მასში. ვხედავთ სხვები როგორ კვდებიან, მაგრამ არა ვჯერა, რომ ჩვენც დავიხოცებით. ვაღიარებთ, რომ მოკვდავნი ვართ, თუმცა ვაკეთებთ იმას, რაც უკვდავთათვისაა დამახასიათებელი. მას ასე ჩვენ ცდომილებაში ორმაგად ვარდებით. რამე თუ უკვდავების მოიმედენი ცოდვაში ვცხოვრობთ და ვკვდებით როგორც ცოდვილნი, რომ საუკუნოდ ვიტანჯოთ. ორმაგია დანაკარგი იმედისა, რომელსაც ვკარგავთ და ცხოვრებისა, რომელსაც ვერ მოვიპოვებთ. ჰოი, ამაოდ მგრძნობო ადამიანი. რაი არს კაცი, უკვე თუ ცხოვრობდეს და სიკვდილი არა იხილოს. როგორც ამბობს დავით წინასწარ მეტყველი. ღმერთმა ადამი და ევა შექმნა სიტყვების სამოთხეში დაასახლა, რათა მისი სილამაზით ეხარა და მისი ნაყოფით ესაზრდოათ. მორჩილების გამოსასწრებლად მათ მხოლოდ ერთი ხის ცნობადისა ნაყოფის ჭამა აღუგრძალა. ხისა, რომელზეც სასიკვდილო განაჩენი წააწერა. ყველა დანარჩენი ხე უთხრა მათ. თქვენს განკარგულებაშია, ოღონდ გაფრთხილდით, არა სჭამოთ მისგან, რამე თუ განვაწესე, რაწამსაც მისკენ ხელს გაიწვდით, იმ წამს მოწყდებით. ხისა მისგან ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. არა სჭამოთ მისგან, რამე თუ რომელსა დღესა სჭამოთ მისგან, სიკვდილითა მოსყდეთ. მაგრამ ევამ პირველმა გაიწვინა ხელი, მოწყვიტა ნაყოფის შეჭამა და თავის ქმარს ადამს მიაწოდა. ევა შეჩერდი, ადამ რას სჩადი, განა არ გესმათ ღვთის განჩინება, განა ხის ახლოს ვერ ხედავთ სიკვდილს. მათ ესმოდათ, ხედავდნენ და მაინც იგებეს. ნუ თუ ასეთი უგონონი იყვნენ, დიახ იყვნენ, რამე თუ ისინი ბოროტმა გველმა აცდუნა.
და ღმერთმა განაჩინოს ეს ნუ შეგაშფოთებთ უთხრა გველმა და აქ ამ ხეში იყოს სიკვდილი ნუ შეგაშინებთ ჭამეთ არ მოწყდებით არა სიკვდილითა მოკვდეთ უცნაურია ღმერთი ეუბნება მოწყდებითო და არ სჯერათ ეშმაკი ეუბნება არ მოკვდებითო და სჯერათ სიკვდილი თვალწინ აქვს და მისი არ ეშინიათ რა არის ეს ჭეშმარიტად ეშმაკის სასტური რომელიც გახდა მიზეზი უკიდურესი უბედურებისა შეცდომილნი უკვდავებაზე ფიქრში მოწყდნენ და მყისვე დაკარგეს სამოთხე მადლი დიდება უკვდავება და ღმერთი შენც ასევე ცდუნდები და ასეთსავე უბედურებაში ვარდები ქრისტიანო დღენიადაგ ხედავ სიკვდილს ხედავ ქუჩაშიც და შენ სახლშიც ხედავ უცხოთა და ნათესავთა ზედა მოწონულს სიკვდილს მოზრდილებისას და ბავშვებისას მოხუცებისას და ჭაბუკებისას შენ დაკრძალე მამა ან ძე თვალნი დაუხუჭე ცოლს შენსას დაიტირე მეგობარი ხედავ ყველანი როგორ კვდებიან და არ გჯერა რომ შენც მოკვდები ვინ გატყუებს ისევ ის ვინც ადამი და ევა მოატყუა ეს ეშმაკი გელაპარაკება საიდუმლო ჩვენს გულში არა მოკვდე თუმცა კარგი იქნებოდა ყოფილიყავი ახალგაზრდა ჭაბუკი ან ძალღონით აღსავსე მამაკაცი მაგრამ სნეული ხარ და 1000 ტანჯვით დამძიმებული შენ მოხუცი ხარ ცალი ფეხი უკვე ჩაგიდგავს სამარეში და მხოლოდ ცალით გახარ მიწაზე ცოცხალი ლეში ხარ სიკვდილი კისერზე კიდია და მაინც არ გეშინია მისი ვინ გატყუებს ეშმაკი რომელიც გეუბნება არა მოკვდე ადამი უკვდავი შეიქმნა და ჰქონდა გარკვეული უფლება მისი არ შინებოდა ადამს ჯერ არავისი სიკვდილი ენახა ამიტომ არაფერია ამაში გასაკვირი თუ კი ფიქრობდა რომ არ მოკვდება მაგრამ შენ მოკვდავი ხარ შენ გინახავს მომკვდარნი და მაინც უკვდავების იმედი გაქვს ვინ გასტუნებს ეშმაკი რომელიც გეუბნება არა მოკვდე სიტყვით შენს აღიარებ რომ მოკვდები მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გჯერა და იმედოვნებ რომ ეს არასდროს მოხდება ეს დაუჯერებლობა გონებას გიბნელებს და შენ ვერ ხედავ თუ რა დიდი საფრთხე გემუქრება ეს იმედი მუდმივად შენში ბუდობს და გაიზულებს გჯეროდეს რომ ხვალ ისევე იცხოვრებ როგორც დღეს იცხოვრებ აწმყო მომავალში გარწმუნებს ცხოვრების გზა გრძელი გეჩვენება და მის ბოლოს ვერ ლანდავ დღეთა რიცხვი მრავალი გონია და უკანასკნელ დღეს ვერ ხედავ აცხოვრობ და წამს რომ ყოველთვის იცხოვრებ ვინ გატყუებს ეშმაკი რომელიც გეუბნება არა მოკვდე ეს ნამდვილად ასეა შენ რომ სიკვდილზე გეფიქრა ანგარებას წყენინებას და ძარცვას დაუტევებდი მტერს თანაუგრძნობდი შეწყვეტდი განკითხვას მოწყალებას გაიღებდი ისე ხშირად არავის შეხვდებოდი როგორც მოძღვარს შენს მზერას არა მიწისაკენ არამედ ზეცისაკენ ექნებოდა ადგილსამყოფელი მხოლოდ სულზე ღმერთსა და სამოთხეზე იფიქრებდი მაგრამ ცხოვრების დასასრულს მიახლოებული ამაზე ნაკლებად ფიქრობ კიდევ უფრო ნაკლებს ფიქრობს ის ვინც ცხოვრების შუა გზაზეა სულ მცირეც ან სულაც არ ფიქრობს ის ვინც ცხოვრებას იწყებს ანუ ყველამ მიიღო პირველ მშობელთაგან ძველი ცდომილი ზნე ხედავდეს სიკვდილს და არ ეშინოდეს მისი არა მოკვდე დასაწყისისათვის ახსნით ერთი გაუგებრობა რომლითაც მოგმართავს ბასილი დიდი და რომელიც მან საღვთო წერილზე დაამყარა სიკვდილი მაშინ დგება როცა მოდის ღვთის სამართლიანი სამჯავროთი
თითოეულისათვის მონიშნული სიცოცხლის ბოლო. ბოლო მონიშნული ღვთის მიერ, რომელიც ყოველივეს თითოეული ჩვენგანის სასარგებლო წინასწარ გამჭოლեց. ღმერთმა ხომ განსაზღვრა სიცოცხლის ხანგრძლივობა თითოეული კაცისათვის და მას წელთა განსაზღვრული რიცხვი მისცა. მან დაუდო ზღვარი, რომელსაც ვერავინ გადააბიჯებს. ვერ იცოცხლებს მითითებულზე მეც ან ნაკლებს. ასეთ შემთხვევაში სიკვდილი არ იქნებოდა უცნობი. მას მხოლოდ ღვთის მიერ განსაზღვრულ დღეს შეეძლო მოსულიყო, მაგრამ ბასილი დიდის სიტყვებს სხვა მნიშვნელობა აქვს. მოვედ და იხილე, რათა მიხვდე ამ სიტყვებს. კანდელში, რაც უფრო მეტზეც ვასხამთ, ის მით უფრო დიდხანს უნდა ენთოს. არც მეტად, არც ნაკლებად, როცა ზეთი გამოილევა, კანდელი ქრება, მაგრამ თუ გადაყირავდა და ზეთი დაიღვარა, ან ძლიერი ქარი ატყდა, თუნდაც შეუბერა ვინმემ, შესაძლოა კანდელი დროზე ადრე ჩაქრეს. მოარიდე მას ყველა ხიფათი და ის იქამდე ენთება, ვიდრე ზეთის ერთი წვეთიც არ დარჩება მასში. ასევე ჩვენ იმდენი წელი უნდა ვიცოცხლოთ, რამდენიც ღმერთმა მოგცა, არც მეტი, არც ნაკლები და მართლაც თუ კი ისე ვიცხოვრებთ, როგორც ამას უნება მოითხოვს, სიკვდილი ღმრთისაგან განწესებული წლების აღსრულების მერე მოვა. აი ჯერაც სამართლიანი სიტყვები ცით გამოცხადებული მასწავლებლისა. სიკვდილი დგება მაშინ, როცა მოდის ბოლო სიცოცხლისა. მაგრამ რამდენი ხიფათია ჩვენს ცხოვრებაში ჩასაფრებული. ღმერთმა ჯანსაღი აგებულების ადამიანად შექმნა და ბუნებრივად შეგიძლია 100 წელი იცოცხლო, მაგრამ ქეიფი, ლოთობა, ღორმუცელობა, უხმარობა, ჯაფა და ზრუნვა, სევდა და ნაღველი, ამდენი ავადმყოფობა და ტანჯვა განა ნახევარ სიცოცხლეს არ გართმევს, შენი ბუნებრივად შეგიძლია მრავალი წელი იცოცხლო, მაგრამ განა არ შეიძლება სიცოცხლე მოძალადურად დროზე ადრე დაასრულო. მოვედ და იხილე, ადამის სოდვის ძალით ქვეყანად სიკვდილი გამეფთა. სიკვდილი გახდა ბუნებრივი თვისება ადამიანისათვის, რომ განიცადოს ადამიანმა ეს მიწიერი სიკვდილი და ამიტომ ყოველი გონიერი ადამიანი ემზადება ამ დღისათვის. გავაგრძელებთ ხრობას წირვის. ადამიანმა არ იცის როგორ, როდის და სად მოკვდება. როგორი მოულოდნელია ამგვარი სიკვდილი და სწორედ ამის გამო რა რიქს საშინელი. საბრალო ცოდვილო იმ დროს რომ მოვიდეს, როცა არ ელი. მოვიდეს იმ მხრიდან ეჭვადაც რომ არ გაქვს. მოგისროს მრუშტან საწოლში, სხვისი ცოლის მკლავებში, ღატაკთა სისხლით სავსე ხელებით, უსამართლობით დამძიმებული გულით, სინდისით, სიძულვილით მოწამლული გულით. მოგისწრებს და შენ ვერ შეძლებ მოძღვრის დაძახებას ახსარებისათვის, მღვდლისა ზიარებისათვის. სიკვდილმა სრულიად გამოუსწორებელს რომ მოგისწროს, რაღა გეშოლება მაშინ. სიცოცხლის დაკარგვა ჯერ კიდევ არ არის დიდი უბედურება, რამე თუ ოდესმე უნდა მოკვდე. რაიმე ნივთის დაკარგვაც არ არის დიდი დანაკლისი, რადგან ნივთი ვერ გიხსნის, მაგრამ დაკარგო ერთდროულად სულიც და ცხოვნებაც, სადაა ცრემლები, რომ ასეთი უბედურება დაიტიროს. ასეთ განსაცდელთა შორის როგორ გძინავს, როგორ დადიხარ უზრუნველად, როგორ ცხოვრობ მოუნანიებლად. თუნდაც ერთხელ როგორ არ დაფიქრდები ამაზე. სიკვდილი იმისთვისაა საშიში, ვინც არ ფიქრობს სიკვდილზე. არიან ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ ღრმად ფესვ გადგმულ და მიწას კარგად ჩაჭიდებულ დიდრონ ხეებს გვანან.
მათი სული მაგრად და დიდხანს რჩება მიწიერი სიკეთეებით, სიმდიდრით, ქონებითა და ხელისუფლებით შებორკილი. როგორც კენწერო ატყორცნილი ხეები, ისინი სიამაყეში, პატივ მოყვარეობასა და ამაოებაში მზვავდებიან. მაღალი ჩრდილითა მფენი ხეებით, მათაც აქვთ დიდება, გავლენა, სახელი. ასეთ ხეებს არ ეშინიათ ქარებისა და ასეთი ადამიანებიც არ ფიქრობენ სიკვდილზე. ხოლო მე ვთქვი, განგებულებასა ჩემსა არა შევიძრა მე უკუნისამდე, მაგრამ თუ კი უცაბედად ძლიერი კარი დაბერავს და ხეს დასცემს, მისი ფესვები დაწყდება, კენწერო მიწაზე დაეცემა, ფოთოლი გასწვივა, მისი ჩრდილი გაიფანტება, ტოტები გაუხმება და შეშად დაიხერხება. მაშინ რად გადაიქცევა ეს დიდებული ხე? ნაცრად. ასევე მოვა სიკვდილი, რომელსაც არ ელოდა და არ ელის ის მშფოთვარე ადამიანი, მოვა ძირს დასაცემად ამა სოფელზე ჩაფრენილი ამ ცხოვრებაზე მიჯაჭვული სულისა. მისი ამპარტავნების დასამარხად. ჰოი, რა ძალა, როგორი ტკივილია, რა საშინელი რამა, იმას კი, ვისაც ახსოვს, რომ უნდა მოკვდეს, ისიც ახსოვს, რომ თავისი სიკვდილის დრო არ იცის და ამას სოფელს თანდათანობით შორდება. იგი ნელ-ნელა ხსნის კვანძებს, რომლებიც ამ ცხოვრებაზე აბამენ, ემზადება და სწორდება ღვთის ნების აღსრულების მოლოდინში. და მოვიდეს სიკვდილი, რას უზამს, ხოლო თვალს დაუხუჭავს, რათა არ იხილოს ამ ქვეყნიური ამაოება და მისი უბედურება არ დაიტიროს. ამ შესაბრალის საწუთროდან გაიყვანს, რათა აბრაამის წიაღში გადაიყვანოს. ასეთი სიკვდილი არ არის საშინელი, პირიქით ის ფრიად საამოა. ეს ერთგვარად განსვენების ძილია, როგორადაც მოიხსენიებს მას წმინდა წერილი და ნეტარი გარდასვლა ამ სევდიანი ცხოვრებიდან ცათა სასუფეველში. მას ასე ქრისტიანო საქმის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, კარგია სიცოცხლე, მაგრამ უმჯობესია მოკვდე. მართალი ადამიანისათვის, ხო, ცოტა უცნაურად ჟღერს ეს, მაგრამ მართალი ადამიანისათვის ასეთი უამრავი მაგალითია წმინდათა ცხოვრებიდან, ეს მიწიერი ცხოვრება იყო ტანჯვა. და იგი ემზადებოდა, რომ მიწიერი სიკვდილი განეცადა, რათა რაც შეიძლება მალე უფალთან ყოფილიყო. გინდა გეტყვი, ეს როგორ გააკეთო? მოვედ და იხილე. ათენელმა დემოსთენემ ორატორობა მოისურვა, მაგრამ ამაში ხელს ერთი ჩვევა უშლიდა. ლაპარაკის დროს ისეთ უგერგილო მოძრაობებს აკეთებდა, რომ მსმენელთა სიცილს იწვევდა. რა მოიმოქმედა ამ კეთილგონიერმა ადამიანმა? მან გადაწყვიტა, რომ შრომა და გულმოდგინება ბუნებაზე იმარჯვებენ. ამიტომ მოედანზე გამოსვლის საშუალება რომ არ ჰქონოდა და ხალხს არ ჩვენებოდა, თმა სანახევროდ მოიკვეცა. ჩაიკეტა მიწუღში, რომელიც თვითონვე ამოთხარა და მთლიანად ორატორული ხელოვნების შესწავლას მიეცა. წინ სარკე დაიდგა და თავის ყოველ მოძრაობას ყურადღებით ადევნებდა თვალს. თავს ზემოთ შიშველი მახვილი ჩამოკიდა, ისე რომ მახვილს მისთვის მხრები დაეჩხულიდა. დემოსთენეს საუბრის დროს მხრების უცნაურად აჩეჩვა ჰქონდა ჩვევად. ასეთი ძალისხმევით დროთა განმავლობაში მრავალი ფიზიკური ნაკლი გამოასწორა და სახელგანთქმული რიტორი ორატორთა დიდება და ელადის სიამაყე გახდა. შენც ასეთ რამეს გირჩევ, ქრისტიანი. ბოროტ ბუნებას, ცუდ ზნეს ან ჩვევას წარსაწმენდელისაკენ მიყავხარ. თუ გინდა რომ ბოროტება გამოასწოროთ, მა სანახევროდ მოიკვეცე. ანუ განაგდე ამას სოფელსა და სიცოცხლეზე ზედმეტი ზრუნვა. სულ თუ არა სანახევროდ მაინც. ყოველ დღე ჩაიკეტე შენს ოთახში. 1 საათით ღმერთთან
განმარტოვდი და ილოცე. შემდეგ კი საკუთარ თავს უთხარი, მე ოდესმე მოვკვდები. ეს უდაოა და ეს შენთვის სიტყვები მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც იყოს სარკე, რომელშიც იყურები. ამით ამაყად აღზევებულ შენს ხორცს დაამდაბლებ. სულ იოლია შენთვის საკუთარი თავის დამდაბლება. თვალნი დახარე და მთელი შენი მრისხანება დასხრება, ამბობს ბასილი დიდი. მე უნდა მოვკვდე, მაგრამ არ ვიცი როდის. ეს უცნობია. შესაძლოა დღეს, ან ხვალ, ან იქნებ ამ წუთს. სწორედ ესაა ის გაშიშვლებული מחვილი, რომელიც შენს მხრებს ზემოთ ჰკიდია და ღვთის შიში გაკავებს. ცოდვის ჩადენას არ განებებს. სწორედ ასე გამოსწორდები. ამ ცხოვრებაში მართლად იცხოვრებ და სიკვდილის შემდეგ წმინდა იქნები. ჰოი, ამ ცხოვრებაში რა რიგ ძლიერი წამალია ეს ხსოვნა სიკვდილისა. ღმერთმა შეგვაძლევინოს თუ ჩვენთაგანს ეს დიდებული შეგონება, რადგანაც არაერთი წმინდა მამა, წმინდა წერილზე დაფუძნების სწორედ ამას გვირჩევს. ვინც ფიქრობს სიკვდილზე, ის არ ცოდავს. ცდილობს, რომ აღარ ცოდოს. ერთმა შეგვაძლებინოს და მოგცეს ეს უნარი და ნიჭი. დღეს ასევე არის მიტევების კვირა. ყველასგან ვითხოვ შენდობას, ჩემს მიერ ჩადენილი ცოდვების გამო თქვენს წინაშე სიტყვით, საქმით და გონებით და ასევე ღმერთმა თქვენს მოგიდევთ. მსახურებების შესახებ დღეს 2 საათზე ჩავატარებთ მწუხრის ლოცვას და შემდეგ იქნება ურთიერთმიტევების წესი.